4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებული მოვლენების გარშემო მოწმეთა განმოკითხვა გრძელდება. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლის წინაშე კითხვებს ფედერალისტების ლიდერმა თამარ ჩერგოლეიშვილმა, სამოქალაქო აქტივისტმა კახა კვეკვესკირმა და უკრაინაში მებრძოლმა ნადიმ ხმალაძემ უპასუხეს. სამივე პირი ცენტრალურმა კრიმინალურმა პოლიციამ საგამოძიებო უწყებაში დაიბარა, თუმცა მათ მაგისტრი მოსამართლის წინაშე განმოკითხვა არჩიეს. თემის დეტალებით პირდაპირ ეთერში ხატია ჯამალაშვილი გვერდდება. ხატია, რას ამბობენ მოწმეები? დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მისული სამივე პირი ცენტრალური კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლებმა, საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა მოწმის სტატუსით საგამოძიებო უწყებაში დაიბარეს, თუმცა სამივე პირმა უარი განაცხადა საგამოძიებო უწყებაში მისვლაზე და მაგისტრი მოსამართლე აირჩია გამოსაკითხად. დღეს ერთ-ერთმა პირველმა გამოძიების კითხვებს უპასუხა თამარ ჩერგოლეიშვილმა, ფედერალისტების ლიდერმა, რომელმაც განაცხადა, რომ ის დაიბარეს საგამოძიებო უწყებაში მის მიერ ერთ-ერთ ტელეეთერში გაკეთებული განცხადების გამო, სადაც ის აცხადებდა, რომ 4 ოქტომბრის გარშემო განვითარებული მოვლენები ყოფილი თავდაცვის მინისტრის ბაჩო ახალაიას სახლში იგეგმებოდა და ამ თემაზე საუბრისას თამარ ჩერგოლეიშვილმა მიხეილ სააკაშვილის გვარიც ახსენა. დღეს ჩერგოლეიშვილმა განმარტა, რომ ის ვერ გამოდგება მოწმედ, რადგან მას არ ჰქონდა ეს ფაქტი საკუთარი თვალით ნანახი და ამ განცხადების გაკეთების საფუძველი გახდა სხვადასხვა ტელეეთერებში მისი კოლეგების მიერ გაკეთებული განცხადების ანალიზი. თამარ ჩერგოლეიშვილს დღეს გაუთქმელობის დოკუმენტზე მოაწერილეს ხელი, შესაბამისად მან გამოკითხვის დეტალებზე ვეღარ ისაუბრა. შემდეგი გამოძიების კითხვებს უპასუხა სამოქალაქო აქტივისტმა კახა კვეკვესკირმა, რომელმაც განაცხადა, რომ მისთვის გაუგებარია თუ რატო დაიბარა საგამოძიებო უწყება მის გამოსაკითხად. მისივე თქმით, ის არის ერთ-ერთი რიგითი ქართველი, რომელიც აქციებში იღებს მონაწილეობას და არ აქვს რაიმე ტიპის შემხებლობა 4 ოქტომბერთან და განვითარებულ მოვლენებთან. ასევე გამოძიების კითხვებს უპასუხა უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა ნადიმ ხმალაძემ, მასაც სხვების მსგავსად გაუთქმელობის დოკუმენტზე მოაწერინეს ხელი, მიუხედავად იმისა, რომ საქმეს ჯერჯერობით გრიფით საიდუმლო არ ადევს. ნადიმ ხმალაძის განცხადებით, მას აქვს ნაცნობობა საორგანიზაციო კომიტეტის გარკვეულ წევრებთან, მათ შორის პაატა ბურჭულაძესთან რამდენიმე წლის ნაცნობობა, თუმცა ნადიმ ხმალაძე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ რაიმე ტიპის გეგმებთან მათ პაატა ბურჭულაძესთან შეხვედრის დროს რაიმე ტიპის გეგმებზე საუბარი არ ყოფილა. კითხვები იყო ზოგადი, ჩვეულებრივად 4 ოქტომბერზე იმის იქეთ არაფერი. ჩემი როლი არის 2019 წლიდან, ამას წინათაც ვთქვი, საოკუპაციო რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლა, ვიბრძოდი მანამდეც 310 დღეც და იმ 4 ოქტომბერსაც და 4 ოქტომბერს ვიყავი რიგითი ჩვეულებრივი, უკაცრავად ჩვეულებრივი მონაწილე, როგორც ყველა. პაატა ბურჭულაძე მე დამიკავშირდა და ჩვენ დავმეგობრდით ჯერ კიდევ მე 22 წელში უკრაინაში და იქედან მეგობრობთ ჯერ ონლაინ, რო დავბრუნდი ძალიან ახლოს დავმეგობრდით. მე ის ადამიანი ჩემთვის ძალიან დიდი პიროვნება. როგორც ვერ გამოვადგები ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრალდებას მოწმეთ, რომ ის იყო ამ ქვეყნის არაფორმალური მმართველი, ისე ვერ გამოვადექი ამათაც. იმიტომ რომ მოწმეს სჭირდება სხვა სტანდარტი. პოლიტიკოსი სრულიად სხვანაირად განსჯის და მსჯელობს. ანუ როგორც პოლიტიკოსი, მე ვაგრძელებ ყველას მხილებას, ვინც 4 ოქტომბრის ავანტურაში მონაწილეობდა. ყველა ინფორმაცია, რასაც ვავრცელებ, არის ზუსტი, ოღონდ ამას ვერ ექნება სამართლებრივი ღირებულება მოწმის სტატუსი. დიახ, მომაწერინეს ხელი გაუთქმელობას. რაც შეეხება ამ საქმის დეტალებს, ამის თქმის უფლება არ მაქვს. უბრალოდ ერთს ვიტყვი, რომ არანაირი შემხებლობა არ მაქვს ამ 4 ოქტომბრის თემასთან, თვითონაც ნახეს. არ გამოვიდგები რაღაც მოწმეთ, იმიტომ რომ არაფერში არ ყოფილ ვარ. არანაირ დაგეგმარებაში, ახლოსაც რა თქმა უნდა არ ვიცი არაფერი. პაატა ბურჭულაძესთან ვახლობ, მეგობრობ, თუმეტეს აი ამ ქვეყანაში მიმდინარე უწყვეტი პროტესტის განმავლობაში გავიცანი, უფრო დავუახლოვდით და იმ ფარგლებში, რა თქმა უნდა, ქონდა ურთიერთობა, მაგრამ რაც შეეხება კონკრეტულად 4 ოქტომბრის საკითხს, ჩვენ არანაირ მე არ დამისვას არასდროს კითხვა. საქმეს გრიფით საიდუმლო არ ადევს, მაგრამ საგამოძიებო ორგანომ დააყენა შრომისმგებლობა მოსამართლის წინაშე, რომ მოგვეწერა ხელი გაუთქმელობის ხელწერილზე გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ოფიციალურ საფუძვლად დაუდეს ის, რომ გამოძიებას ყავს კიდევ სხვა
მოწმეები და საკითხი და ჭირდებათ რომ ამაზე ინფორმაცია არ გამჟღავნდეს, რაც ძალიან ცუდ მდგომარეობაში გვაყენებს, იმიტომ რომ სახელმწიფო მედია თავად ხელისუფლება განცხადებებში ადამიანებს ეძახის დამნაშავეებს, ასე შემდეგ რადიკალებს და ჩვენ ამაზე თავის მართლების უფლება არ გვაქვს. 4 ოქტომბერს პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებული მოვლენების გარშემო მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის რამდენიმე მუხლით უკვე აქტიურად მიმდინარეობს ასევე მოწმეთა გამოკითხვა ჯერჯერობით ბრალდებული სტატუსი არავის არ აქვს არ არის გამორიცხული რომ გამოსაკითხ პირთაძრე კიდევ უფრო გაიზარდოს მადლობა პირდაპირ ეთერში ხატია ჯამალაშვილი საუბრობდა